60-ის წინაშე იდგა თბილისის დინამოს და როგორც ვიცი, მე გუნდი იუგოსლავიაში ემზადებოდა გარკვეული პერიოდი და პირველი ოფიციალური თამაში ამ სეზონში სწორედ ვესტ-ჰემთან გამართა ლონდონში, ოფიციალური თამაში. მე პერიოდ 91 წლის დასაწყისი მე საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდი. და თითქმის მთელი მოსამზადებელი პერიოდი საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად გავატარე. გუნდთან ერთად ძალიან იშვიათად მომიწია დრო და აი აქ ლონდონში მე პირველად გავიცანი მინდორზე პირველად ვითამაშე ზაურ სვანაძესთან. რომელსაც წინავრად ჩაატარა ეს თამაში. სულ არ ეტყობოდა ზაურ სვანაძეს რომ კვლავ ჩივაძეს გამოაქვს ბურთი დავით ყიფიანი ჩინებულად წინვალით თამაშობს და იწყება დინამოელთა შეტევა. პრაქტიკულად ყველა რგოლი თავის საქმეს აკეთებს, შენგელია და გუცავი მაქსიმალურად ცდილობენ წინ ბურთისთვის ბრძოლას. დათო ასრულებს ძალიან დიდ სამუშაოს. თენგიზ ულაკოლიძე და დათო ყიფიანი ჩვენ წინ იდგნენ მთელი თამაშის განმავლობაში. აი აქ უკვე დინამოელთა უპირატესობაზეც შეიძლება საუბარი. Штрафную. Снова Чивадзе раньше всех у мяча. Луцаев. Чивадзе подключился к атаке. Капитан Тбилиси начинает атаку. Удар по воротам. Гол! Александр Чивадзе открыл с нашей страны 80-го Олимпийского года. И счет на стадионе Болейн Граунд открывают динамовцы Тбилиси. 1-0, они впереди. Капитан Тбилиси. Думаю, что совершенно справедливо не было углового. Леоншир. Опасное положение у ворот динамовцев Тбилиси. Сильнейшим ударом мяч послан наполовину. Луцаев выходит 1-1, можно бить. Удар воротом. Гол! Использовал нерасторопность защитников Вестхэма. წინვალი გუნდი ვიყავით და უწყინვალე შემსრულებელი ვიყავდა ვოვა გუცაევი და რამა შენგელიას სახით წინა თქმა უნდა. 2-0 впереди Динамовцы Тбилиси. 2-0 შეხვედრის 31 წუთი 15 წუთია დარჩენილი შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებამდე. აქ უკვე ალბათ შეიძლება ერთი შეხედვით შეიძლება მშვიდად თამაშის გაგრძელება, მაგრამ გამართლებულია 2-0 მიყავს ანგარიში გასვლაზე და ელოდების შანსი იცავს საკუთარ კარს, ელოდების შანსი. პრაგმატული. ჩვენ ახლა აქ თამაშობთ ტაქტიკურად უკანიდან, ესე იგი ჩვენ არავით არის არ კონტრშეტევებზე თუ ვითამაშებთ. და ბურთის დაჭერა უნდა იყოს აქ ჩვენთვის თავარი. შვენივრად გამოვიტანეთ ახლა ბურთი აქ. ეს არის ნიმუში, როგორ უნდა გადახვიდე დაცვიდან შეტევაში. ვიტალი დარასელიაც ამ შეხვედრაში ძირითადად დაცვაზე იყო მისი თამაში აქცენტირებული. ხშირად აი ხიჩაგაშვილი იყო ბადმის თამაში თუ გავიხსენებთ. ეს შემთხვევით ხდებოდა თუ აქ წინასწარ. რა არის ერთ თვითონ ნოდარ ხიზანიშვილის თავაძეს შოთა ხიჩაგაშვილის აქ დაცვაში ყველა ურთიერთდაზღვევაზე თამაშობთ. ეს თითოეული ფეხბურთელის უდიდეს დამსახურებაა რომ დაზღვევაზე თამაში შეგვეძლო ხო თქვენს. ლაკ ცოტა გია დარჩა თავაძე ცოტა უნდა ამოსულიყო. თამაში გარემ მდგომარეობა დაფიქსირდა. ნუ მაინც ადრე უნდა ამოსულიყო შეტევაზე და ამისთვის ჩვენ მზად უნდა ყოფილიყავით. და რომ თამაშმას დაგვანახა რომ ზუსტად იგივე მოვლენები განვითარდა მინდორზეს. ეს საკამათო გოლია. არ გადასულა ეს იქ ვიყავით ფეხბურთელები, მაგრამ ჩათვალა აქ საჯმო, ვერაფერს ვერ იტყვი ახლა. ნუ აქ გუნდი ამისთვისაც მზად ვიყავით, ასე იგი, რომ თქვათ იქ საჭს თუ არა ობიექტურ რაღაცას შევამჩნევდით. არ უნდა გამოსულიყავით წყობიდან და ეს უკვე გუნდის მომზადებაზე მეტყოლებდა. ეს სამწუხაროდ თამაში გარემ მდგომარეობის ეპიზოდში შეიძლებოდა თქვა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს. გოლი რა ჩაეთვალა. ჩაეთვალა გოლი. Инициатива полностью была на стороне Вестхэма, и они добились своего. Кипиани перебросил мяч через соперника. Шенгелия. Сванадзе, ну можно бить. Удар воротом, штанга, удар, гол! Рамас Шенгелия.
ამ გოლით უკვე ორივე გუნდი მიხვდა რომ საქმე მოთხოვებული იყო. ზუსტად 1 წუთი იყო. ალბათ ეს წუთი იყო ყველაზე რთული ამ შეხვედრაში 2-1 რა თქმა უნდა გაათმაგებული ენერგიით წამოვიდოდნენ შეტევაში და ეს უკვე გარდატეხის მომენტი იყო. კი ვესტჰემი ბუნებრივია ჩვენ გქონდა ინგლისურ კლუბებზე საუბარი არ ნებდებიან 3-1-ია ანგარიში მე რა ბოლომდე თამაშობენ ბოლომდე იხარჯებენ. Хороший аут. Футболисты Вестхэма били бомб с мячом. Ибиани. И атака пас на Шенгелия. Опережая соперника Шенгелия. Ходит в штрафную. Удар по воротам. Гол! უმაღლესი დონის პასი იყო და უმაღლესი დონის შესრულება იყო. ერთი ტრაექტორია არსებობდა ალბათ რა მიმართულებითაც უნდა გაგზავნილიყო ბურთი და რამაშენგელიამ ზუსტად ეს გაგრძელება არ ყოფილა შემთხვევა რომ რომელიმე დინამოელ ფეხბურთელს ბურთი უბრალოდ უმისამართოდ გამოეტანოს და გაეგზავნოს ასეთი რა პრაქტიკულად არ ყოფილა გამორიცხულია გამოტანაც იყო ძალიან მიზანმიმართული და ყველა შეტევაც კარში დარტყმით თავდებოდა ეს უკვე ჩამოყალიბებული გუნდის კლასი რა თქმა უნდა რუკინგი რომელიც მაშინ კლუბში ნაკრების თამაშის ხილვის შესაძლებლობები უფრო ჰქონდა იმ პერიოდში და ბრწყინავდა ბრუკინგი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში და აქ ისე არის ჩაკეტილი რომ პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ვერაფერი ვერ გააკეთა. არა და მისი პოტენციური შესაძლებლობები. აი ყიფიანი რომის თამაშობდა. აი ეს ის ეპიზოდი. აი ასე თავზე გადაუგდეთ ბურთი. შესანიშნავად ითამაშა დინამოლთა კაპიტანმა აქ შენგელიამ დაარტყა შორი დისტანციიდან. აქ ცოტა უკმაყოფილო ხარ პარტნიორის განცხადება. ამ რამდენიმე წლის უკან მოსკოვში ლიგის თამაში იყო არსენალი ეთამაშებოდა მოსკოვის სპარტაკს და იმ დღეს იყო კონსტანტინე ბესკოვის 80 წლის თავი. იმ თამაშის წინ იყო საბჭოთა კავშირის ვეტერანი ფეხბურთელების თამაში ინგლისის ნაკრების ვეტერანებთან და საღამოს შემკვდა აი ეს ქართული ხასიათი ვაიჩე პატრონს რა უკნა ალენს ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა ამ შეხვედრაში დავით ყიფიანმა დაცვაშიც იყო და ნუ შეტევის სამომწყები ხო აზე ხოდა იყო უდიდესი ფეხბურთელი იყო და მე მგონი მთელი საქართველო ტკბებოდა მის თამაშს ყველაზე საინტერესო იყო მასპინძელთა შოკირებული პირდაპირ უნდა ვთქვა ცნელის ჯონ ლაიოლის სიტყვები მე არ მიყვარს წაგება მაგრამ თუ მაინც მარცხი მიწერია მაშინ მირჩევნია ასეთ მეტოქესთან დავმარცხდე მე ბევრი მატჩი მინახავს კონტინენტზე და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ თბილისის გუნდზე უკეთესი არ მეგულება მათ აქვთ ყველაფერი რაც ასე მიმზიდველია ფეხბურთში ალღო და გემოვნება ტექნიკა და ზუსტი დაბოლოებები ჩემმა მოთამაშეებმა აღიარეს რომ ასეთი კლასი აი თქვა ვინმეს ტრამვა მიიღო შეცვლიდა ღირსეულად გუნდი იყო უკვე ჩამოყალიბებული და ნახევარფინალში პეინორდი იყო კარცაისი იყო ბენფიკა იყო აი თქვენ აი გუნდში როგორი საერთო აზრი თუ იყო თქვა რომელი მეტოქე უფრო მისაღები იყო მე მაგალითად ისე ბენფიკასთან თამაში გვერჩივნა აი სამხრეთულ ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა ჩვენაირი სკოლა ჰქონდა მაინც удалось пройти Лампарда но матч подходит к концу несколько секунд и победа тбилисцев в 1/4 финала Кубка европейских стран и надежда на выход в полуфинал. Уверенная надежда. Монисон, спортивный комментатор телевизионной компании BBC, он поздравляет меня с победой, а я вас с прекрасной игрой и прекрасной победой динамовцев Тбилиси. Вот бурные аплодисменты, которыми провожают динамовцев Тбилиси. Все трибуны встали и провожают овации динамовцев Тбилиси. На этом я заканчиваю репортаж из Лондона. Вел передачу Коте Махарадзе.